საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა მიზანს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადება, კონსტიტუციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რეგიონალურ და ცენტრალურ დონეზე დამოუკიდებლობის გაძლიერება წარმოადგენს. კომისია საპარლამენტო და არასაპარლამენტო უმცირესობის, კონსტიტუციონალისტებისა და სასამართლოს წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდა. 58 კაციან ჯგუფში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე წარმოადგენს. აღნიშნულ ფაქტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა როგორც კოალიციის შიგნით, ასევე ოპოზიციონერთა შორის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. კომისიის შექმნის მიზანს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადება, კონსტიტუციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რეგიონალურ და ცენტრალურ დონეზე დამოუკიდებლობის გაძლიერება წარმოადგენს. ჩვენი მუშაობის პრიორიტეტები იქნება მეტი თავისუფლება ადამიანებს. მეორე პრიორიტეტი იქნება ის, როგორ უნდა იყოს ხელისუფლება უკეთ დაბალანსებული. კომისიის შემადგენლობაში 58 წევრია, მასში საპარლამენტო და არასაპარლამენტო უმცირესობა, კონსტიტუციონალისტები, სასამართლოს წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას კი კომისიაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე წარმოადგენს. ვიწყებთ მუშაობას აჭარის კონსტიტუციის სრულყოფისათვის, მექნება პირველი პირიდან, ასე ვთქვათ, ინფორმაცია რა ხდება იმ კომისიაში და შესაბამისად რაც იქ ცვლილებები იგეგმება, იმის წინსწრებით აქ გაზიარებად შესაძლებელია. უმაღლესი საბჭოს უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები აღნიშნულ კომისიაში კვოტების გაზრდის საჭიროებაზე საუბრობენ. პეტრე ზამბახიძის განცხადებით, კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრით უნდა დაკომპლექტდეს, სადაც უმცირესობის 2 ხმა მაინც იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ რეგიონის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იქ არიან მინიმალურად წარმოდგენილი, მხოლოდ თავმჯდომარის დონეზე, რაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ არის სწორი და საჭიროებს დამატებას ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქ არის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები წარმოდგენილი. ამ კონსტიტუციაში არის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ. აუცილებლად მიიჩნევ, რომ აჭარის დეპუტაცია ჩართული იყოს ამ საკითხში. ჩემი აზრით, თუ გაინტერესებთ, ეს სტატუსის კანონი არ უნდა არსებობდეს საერთოდ კონსტიტუციაში. მაგრამ თუ კი არსებობს, უნდა იყოს ისე, რომ მოყვანილი იყოს ერთიანობაში აჭარის კონსტიტუციასთან. სახელმწიფო შტოებს შორის საჭირო ბალანსი, პროკურატურის როლი, სასამართლო რეფორმები, ტერიტორიული მოწყობა. ეს ის საკითხებია, რომლებზეც აღნიშნულ კომისიაში მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაცია გეგმავს. კონსტიტუციაში სამუშაო არის ადამიანის უფლებათა თავში, ასევე ხელისუფლების ბალანსის დარეგულირების კუთხით არის სამუშაო. პროკურატურის როლი არის განსასაზღვრი. კონსტიტუციური როლი, რა თქმა უნდა, ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით. კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც აჭარის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონთან და საქართველოს კონსტიტუციასთან რიგ საკითხებში შეუთანხმებლობაა. რაც შეეხება კომისიაში აჭარის წარმომადგენლობას, მისი თქმით, რაც უფრო მეტი წარმომადგენლობა ეყოლება რეგიონს, მით უკეთესია. აქამდეც იყო ამაზე საუბარი, რომ ეს ორი დოკუმენტი ერთდროულად უნდა არსებობდეს თუ არა, თქვათ აჭარის კონსტიტუცია უნდა მიიღოს მხოლოდ აჭარის უმაღლესმა საბჭომ თუ ასევე პარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს. ბევრი საკითხები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების მთავრობის შორის ურთიერთობებს ეხება. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში კვოტების გაზრდის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში აქტიურ მუშაობას გეგმავენ.